პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხდომა მიმდინარეობს განიხილავენ 2012-25 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებულ ქმედებებს. ამ წუთებში კომისიაზეა გივი მიქანაძე, დღეს ველოდებიან საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს. ნინო არღულიანი გვერდება პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან. Deputatმა გივი მიქანაძემ დღეს საგამოძიებო კომისიაზე დეტალურად გაიხსენა თუ როგორ ვითარდებოდა 2025 წლის იანვარში პროცესები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც განსაკუთრებული მობილიზება ჰქონდა ქართულ ოპოზიციას და არასამთავრობოებს, რადგან მათ სურდათ, რომ პარლამენტის ახლად არჩეული დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ცნობა არ მომხდარიყო და ამას დახურულ თუ ღია შეხვედრებზე ისინი პირდაპირ ითხოვდნენ. მიქანაძე განმარტავს, რომ მათი ეს გეგმა ჩავარდა, თუმცა იმიტომ რომ რეზოლუციაში ახალ არჩევნებთან დაკავშირებით დათქმა გაჩნდა, საქართველოს დელეგაციამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბჭოში უფლებამოსილება შეეჩერებინა. დღეს მან გაიხსენა ისიც, რომ ამ პროცესს, ანუ ქართველების ევროპულ მომავალს მაშინ ეწინააღმდეგებოდნენ არა მხოლოდ ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, არამედ მათ ეხმარებოდნენ ალდეს და იპიპის ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებიც. დელეგაციამ თავისი პირველი ვიზიტი სტრასბურგში, სადაც რეგულარულად ტარდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები, განახორციელა ზამთრის სესიაზე, რომელიც გაიმართა 2025 წლის 21 იანვრიდან 27 იანვრის პერიოდში. იყო უპრეცედენტო მობილიზება როგორც რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლების, კონკრეტული პოლიტიკოსების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ისინი რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ სტრასბურგში და მანამდე როგორც ჩანს, იკვეთება, რომ ჰქონდათ ინტენსიური კომუნიკაცია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე მეტად გამოკვეთილად ჩანს ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი და ლიბერალებისა და დემოკრატების ჯგუფი, ეგრეთ წოდებული ალდე. მათი მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი. მათ გამოაგზავნეს სტრასბურგში დელეგაცია, რომელშიც შემადგენლობაში შედიოდნენ თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, აქ იყო გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ან პოლიტიკოსების მხრიდან სამართლიანი არჩევნები, ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გიორგი ბურჯანაძე. ეს ადამიანები მაქსიმალურად კომუნიკაციაში იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებთან. შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა დააყენეს საკითხი საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის თაობაზე და ძალიან აქტიურობდა უკრაინის დელეგაცია. თინა ბოკუჩავა პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება, რომ საჭიროა ზომების მიღება, გაჩნდა წინადადება კონკრეტული, რომ დელეგაციის უფლებამოსილება ცნობილი ყოფილიყო კონკრეტული დათქმებით. ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ წინასწარ, რომ არანაირი დათქმა ჩვენთვის მისაღები არ იქნებოდა. ჩვენ ჯერ დელეგაციის შემადგენლობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსი მიდგომა ჩვენთვის მიუღებელი იყო და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ თვითონვე ჩვენი გადაწყვეტილებით შეგვეჩერებინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი საქმიანობა. ჰქონდა როგორც ხელმძღვანელობასთან, ასევე გუნდთან ამ საკითხზე კონსულტაციები, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილებაზე. მოხსენების შემდეგ შეხვედრა საგამოძიებო კომისიაზე უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა, რა დროსაც საგამოძიებო კომისიის წევრებმა თქვეს, რომ მათ ოპოზიციის ქმედებები არ აკვირებთ, რადგან სწორედ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას. გივი მიქანაძემ კი არაერთი შეხვედრა და არაერთი ქვეყანა გაიხსენა, სადაც მას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ოპოზიციის არ სჯერა თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუმცა მათ არც ქართული ოცნების გამარჯვება ახარებთ, კონკრეტულად ამას ამბობდნენ იპიპისა და ასევე ბალტიისპირელი ქვეყნების დეპუტატები.
ეს პროცესი, ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, ამ პროცესში შიდა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მოვლენები, მათ შორის არჩევნები, ოპოზიციისა და ევროპის გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ყოველთვის გამოიყენებოდა იმისათვის სამანიპულაციოდ, რომ ამ ქვეყანაში არა ქართველი ხალხის არჩევანი ყოფილიყო გადამწყვეტი თუ რა ხელისუფლება ეყოლება, არამედ სწორედ გარე ჩარევა. აი ამის ნათელი მაგალითი იყო თუ არა ის მოვლენები, რომელიც თქვენ აღწერეთ. მე დამრჩა შტაბეჭდილება აი ამ ინდივიდუალური შეხვედრების კონტექსტში, ეს იანვრის თემას საუბრობ, იანვრის ვიზიტზე, რომ ეს ადამიანები განსაკუთრებით ბალტიისპირელები გამოირჩეოდნენ აგრესიული დამოკიდებულებით, გაბრაზებული იყვნენ და ამას არც მალავდნენ, რომ როგორ მოხდა ისე, რომ მორიგ-ჯერზე არჩევნების შედეგად ისევ თქვენ გაიმარჯვეთ. ანუ ფაქტიურად ხალხზე, ქართულ ხალხზე იყვნენ გაბრაზებული, რომ რატომ აგირჩიესო. აი ეს განცდა დამეუფლა მე. მე მომიწია საბერძნეთში ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად და საბერძნეთიდან 2 კვირის თავზე ასევე ჟენევაში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა პირად საუბარში მე მომილოცა არჩევნებში გამარჯვება და მითხრა, რომ წარმოუდგენელია მართლაც ასეთი უპირატესობით გამარჯვება. ისიც მითხრა, რომ გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, თუმცა იმასაც გეტყვით პირდაპირ, რომ დიდად არ გაგხარებია, რომ ისევ თქვენ გაიმარჯვეთ ამ არჩევნებში. ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ განსაკუთრებით აქტიურობდა IPP, ევროპის სახალხო პარტია და ALDE, ეს არ არის ერთჯერადი, ჩვენ კარგად გვახსოვს, უბრალოდ კიდე ერთხელ გავიხსენებ ბრიუსელში 2016 წლის აპრილში გამართული ასოცირების კომიტეტის რიგით მეორე სხდომა, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მიცემას ეწინააღმდეგებოდა სწორედ ეს პარტია, ამ ორი პარტიის წევრები, მთლიანად პარტიები არა, მაგრამ ძალიან ბევრი წევრი აქტიურობდა, ეს იყო IPP და ALDE და სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გიორგი კანდელაკმა და ტარიელ ლონდარიძემ არ დაუჭირეს მხარი, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქონოდათ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. რამდენიმე წუთის წინ დაიწყო უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა საგამოძიებო კომისიაზე. მაკა ბოჭორიშვილმა ამ დროისთვის უკვე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ებრძოდნენ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის ევროპულ მომავალს მასში, როდესაც ბრიუსელში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი განიხილებოდა. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებდით, როდესაც განაცხადი გავაკეთეთ, რა გამოწვევა შეიძლება ქონოდა საქართველოს სწორედ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის, ქართული ხალხისთვის ევროპა და ევროპასთან ასოცირება და ევროპაში ყოფნა. ცხადაც ჩანდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქცეოდა ინსტრუმენტად გარკვეული ძალების ხელში, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სწორედ ამ მიზნის, რომელიც აქვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება საწინააღმდეგოდ და ეს ასეც მოხდა. სწორედ ჩვენი განაცხადის გაკეთების შემდგომ არაერთ შეხვედრას გავიხსენებ, როდესაც ცალსახად ითქვა საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ გააკეთეთ განაცხადი, ახლა ნახავთ, მოლდოვა და უკრაინა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველო იქნება ის ქვეყანა, რომელიც არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამას მე გეუბნებით დაახლოებით მარტის პერიოდში, ანუ ახალი გაკეთებული ქონა განაცხადი და ვნახოთ ის 85% მოსახლეობის, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, რა პასუხს მოთხოვს ქართული ოცნების ხელისუფლებას. ანუ ეს წინადადება
უკვე ნათქვამი ცხადად აჩვენებდა იმას, რომ ევროინტეგრაცია საქართველოსთვის ამდენად მნიშვნელოვანი საკითხი ვიღაცეებისთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეეცვალათ ნებისმიერი გზით. აღარ არსებობდა არანაირი, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური გზა ხელისუფლების ცვლილების და რა თქმა უნდა, სცენარი 2, არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად. ქვეყნის ევროპული მომავლის საზიანოდ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები ამას იკვლევს დღეს საგამოძიებო კომისია.